საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმეიძემ განაცხადა, სინოდის ხტომაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმშელებენ. სინოდის ხტომის დასრულების შემდეგ ილია მეორის სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16 საათზე დაიწყება. დღეს 18 მარტს მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16 საათზე აღნიშნულია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში. დეკანოზ ანდრია ჯაღმეიძის განცხადებით არის ცნობა იმის შესახებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სურვილი იყო, რომ სიონის ტაძარში დაკრძალულიყო, თუმცა ეს საკითხი სინოდმა უნდა დაადგინოს, ასევე დადგინდება დაკრძალვის თარიღიც. მეორის გარდაცვალებას გლოვობს მთელი საქართველო. ქვეყნის მასშტაბით გვიან ღამიდან ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ოფიციალური პირებიც. უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცეს აყრდენი სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს. ამის შესახებ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინა ივანიშვილის სამძიმრის წერილშია ნათქვამი. სამძიმრის წერილს ავრცელებს პრეზიდენტიც. უდიდესი ტკივილი გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გულში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებამ. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება. ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმრის წერილში. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები. ერთ-ერთმა პირველმა სამძიმრის ტექსტი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა. ილია მეორის პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთა აგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდშიც, აღნიშნავს კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქი. განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით. სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა. პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, წერია განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს. ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას და ემშვიდად განისვენოს მისმა სულმა. გუშინ გვიან საღამოს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. ერის კაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. 1977 წელს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იგი გარდაიცვალა თბილისში კლინიკა კავკასიის მედიცინის ცენტრში ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.